რას დავბედით, იმაზე მეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაბოლოვაში გადაცემდა. ვაშა გადაცემის სპეციალური გამოშვება მოგესალმებათ. გვიყურეთ, მოგვიწონეთ და გამოგვიწერეთ ყველა პლატფორმაზე: YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. ეს არის ამბავი ადამიანებისა, ვისთანაც მიმეგობრია, ბევრთან. პური გამიტეხია. ახლა ვცდილობთ ერთმანეთი არ შევამჩნიოთ, მაგრამ ერთხელაც დადგება მომენტი, როდესაც მათ კითხვებს დაუსვამენ. რატომ და რის ფასად მონაწილეობდნენ არა უბრალოდ პროპაგანდაში, არა უბრალოდ კოლაბორაციაში, არამედ ქვეყნის კაპიტულაციაში მტრის წინაშე. ეს არის პროპაგანდისტების ამბავი. ყველამ საკუთარი თავი ამოიცნოს ახლა. მიუხედავად იმისა, რომ სხვა ქვეყანაზე ვილაპარაკებ დღეს. ვილაპარაკებ კი რუსეთზე, რომელიც ამ ხრივ ჯერ კიდევ გვისრებს. Здравствуйте, в эфире программа «Время», в студии Екатерина Андреева, главные события дня. ეს ხალი ალბათ გეცნობათ. თუ არ გეცნობათ, მოსალოცად ქონიათ საქმე. სამაგეროთ მას ძალიან კარგად იცნობს 140 მილიონიანი მეზობელი ქვეყანა, სადაც ძალიან დაფასებულია. У него есть на руке символ власти. Плюс его лицо очень интересным образом переходит из века в век. Не знаю, как к этому относиться, но картина семейства Арнольфини, Ванейка, которая написана там в 1400 каком-то году, да, если ее посмотреть, то там прям четко ты понимаешь, что это герцог Арнольфини очень похож на нашего Владимира Владимировича. И он об этом знает, потому что вот мы с ним это обсуждали. Герцоგი Arnolfini 55 წლის ამოკვდა. ასე რომ ჯობდა ეკატერინა ანდრეევას მსგავსება ადრე დაენახა. მოდელი სულ ახლოს ყავდა. რამდენიმე წელი მისი პირდაპირ ხაზის, ანუ ლაივ ინტერვიუების წამყვანი იყო. 4-ჯერ პირდაპირ ეთერში მიყავდა მისი ინაუგურაციის რეპორტაჟი. მოკლედ, დიდად დაფასებული ქალია. Если мы работаем на государственном телевидении, мы поддерживаем государственную политику, это априори. ეს ქალი და მისი იდეები ახლა გახდა საინტერესო, როდესაც ევროკავშირმა სხვა პროპაგანდისტებთან ერთად სანქციების სიაში შეიყვანა. გადაწყვეტილება იანვრის ბოლოს გამოქვეყნდა და მიუთითებს, რომ ანდრეევა გამუდმებით აქებს პუტინის რეჟიმს და ავრცელებს дезинформациასა და პროპაგანდას უკრაინისა და დასავლეთის შესახებ. ასე წერია. Вероятной целью украинской ракеты, попавшей в малазийский Боинг, мог быть самолет президента России. Вот они, последствия войны до последнего украинца, который киевский режим подталкивает коллективный Запад. Страны НАТО, кажется, сделали все, чтобы помочь украинским боевикам. Поставили оружие, обучили солдат, но все время что-то идет не так. ეკატერინა ანდრეევა დაფასებული ჟურნალისტია, როცა ვამბობ, გულისხმობ ამ სიტყვის ყველაზე პირდაპირ მნიშვნელობას. მისი ხელფასი უცნობია, მაგრამ მისი მეუღლე რესპუბლიკა სერბსკას წარმომადგენელია რუსეთში და ძალიან სერიოზული ბიზნესი აქვს. ანდრეევას აქვს მონტენეგროსა და ჰონდურასის მოქალაქეობა და მოსკოვში მხოლოდ პროგრამა ვრემიას ჩასაწერა ჩამოდის ორ კვირაში ერთხელ. ძირითადი სახლი ადრიატიკის ნაპირზე აქვს, 10 მილიონ ევროთ შეფასებული, რომელსაც სანქციების გამო ალბათ ვეღარ ნახავს, როგორც Салавьёви вегарაზროს ნახავს თავის ორ ვილას კომოს ტბაზე. В приступе русофобии латвийские власти запретили исполнять легендарную «Катюшу», которую любят несколько поколений в нашей стране и за рубежом. ანდრეევა არ არის პუტინის ერთადერთი საყვარელი ჟურნალისტი და ერთადერთი დაფასებული რუსეთში. არის კიდევ პაվել ზარუბინი, რომელსაც ტელეკომპანია დოჟმა პუტინის მთავარი პათხალიმი, ანუ მთავარი მლიქვნელი დაარქვა. ახალგაზრდა კაცმა, სულ ახალგაზრდა, რაღაცი დაიმსახურა, რომ არათუ მთავარ სხეულთან მიუშვეს, არამედ ის სხეული ან მისი რომელიმე ორეული მაინც ლამის ხელიდან აჭმევს და ასმევს. А тебе сейчас принесу очень. Я сейчас принесу. Спасибо большое. ზარუბინიც მიხვდებოდით სანქციათა იმავე სიაში მოხვდა ახლა. რუსი პროპაგანდისტების დაბლოკვა ევროკავშირმა და დასავლურმა ქვეყნებმა თავიდანვე დაიწყეს. პირველები ამ სიაში მოხვდნენ სალავიოვი, გაზპრომედიას ხელმძღვანელი წიკა კანდელაკი, მარგო სიმონიანი და მისი უკვე მზეციურად სანქცირებული ქმარი კეოსაიანი, ოლგა სკაბეევა, მაშა ზახაროვა. Я комментировал спорт, вел мероприятия. Я что, в политику сувался? Нет. პროჭრვილელობა რომ გადავარდება, ბევრი იტყვის იმავეს, რასაც ახლა დიმიტრი გუბერნიევი ამბობს. კაცმა რომ თქვა, სპორტული კომენტატორია და ევროკავშირის სანქციები წესით არ უნდა ეხებოდეს, მაგრამ ეს განსაკუთრებული სპორტია. 2022 წლის მარტში გუბერნიოს ანდეს უდიდესი პროპაგანდისტული მიტინგ-კონცერტის წაყვანა, რომელსაც უნდა დაედასტურებინა უკრაინას შეჭრის საერთო სახალხო მხარდაჭერა. გარდა ამისა, სანქციების განმარტებაში ნათქვამია, რომ ის არის სახელმწიფო ტელევიზიის დირექტორისა და რუსეთის სპორტის მინისტრის მრჩეველი, ჩინოვნიკი. И, конечно, для меня это имеет значение. Да, я когда веду концерт, я вообще, так сказать, ну вот читаешь письма фронтовиков, там у меня накатывают слезы. მე რა შუაში ვარ, მე ჩემს საქმეს ვაკეთებდი. იტყვის ოდესმე სერგეი პოლუნინიც, ლონდონის სამეფო ბალეტის ყოფილი პრიმა და ბავარიის სახელმწიფო ბალეტის ყოფილი ვარსკვლავი. ან არ იტყვის. მართლა ისე როგორ უნდა მოიჭრა თავი და მსოფლიო სცენის ყველა გზა, რომ ბალერონ კაცს ევროპად ჩაგიხურონ საერთოდ.
ხოლო თეატრები კი არა, მთელი კონტინენტი. რა უნდა ჩაიდინო, რომ ჩააქოცო ჰოლივუდის კარიერაში, რომელიც გეხსნებოდა. Для меня он источник силы и добра. То есть мне видится в нем свет. პოლონი სხვათა შორის მთელი ოჯახი დაბომბილ ხერსონში ყავს. თვითონ კი წლების წინ დიდი სიხარული ჩაიბარა სევასტოპოლის არარსებული თეატრის საბალეტო დასი და ყირიმის ქორეოგრაფიის აკადემია. მართალია იქ არ ჩასულა და კაბინეტი არ ღირსებია. ოფისი ჰქონდა მოსკოვში. ოღონდ არ დავიწყებია ხელზე უკრაინული სამკაპი ამოესვირინგებინა. გულზე კი ერთი პუტინი და შემდეგ ორი დამატებული. Где Путин? Это первое, что он сознательно показывал. Давай раз и навсегда, ведь времени вернуть назад. Оно улетит, самолет бумажный, оставив между нами лишь то, что важно. პოლონინივით სოფლიოს ვარსკვლავი არასდროს ყოფილა, მაგრამ რუსეთში საკმარისად პოპულარულია ვინმე რომან ჩუმაკოვი, ანუ რომა ჟიგანი, რეპერი, რომ ევროკავშირის დაბლოკილ პროპაგანდისტთა სიაში მასთან ერთად მოხვედრილიყო. ჟიგანი გამუდმებით აგროვებს ფულს უკრაინაში მებრძოლი რუსებისთვის და საერთოდ არ მალავს, რომ უკრაინასთან ერთად ბელარუსი შეერთებაც უნდა რუსეთში. Рома, ну и тебе достается микрофон, в который мы ждем от тебя. Ведь этот человек легенда. Он наш кумир. Создайте для него шума, чтоб слышал весь мир! ჟურნალისტები და მსახიობები, მომღერლები და მოცეკვავეები. პუტინის პროპაგანდაში ყველას აქვს თავისი ადგილი. შიდა კონკურენცია არა მხოლოდ მოსულ, არამედ წახალისებულია. ვინ უფრო კარგად მოერგება უფროსის ხრახნს. Почему для передач вы выбираете четверг? Четверг? Сегодня четверг? Понятия нет. Это случайность. პროგრამა ვესტის წამყვანი მარია სიტელი ამავდროულად სრულიად რუსეთის ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელია. გრანტების მოსაპოვებლად კი არ ჭირდება ბრძოლა. სახელმწიფო ბიუჯეტზე კიდია ძალიან ტკბილად. ეს და ამისთანები თუ ოდესმე რამეს ინანებენ და შეინანებენ, დაჯერება რთული იქნება ძალიან. Сегодня в Киеве неонацисты из батальона «Азов» напали на офис телеканала «Интер», а поводом для недовольства стало нецензурное высказывание одной из технических сотрудниц. ეს ხალხი არც პირველია და არც უკანასკნელი, ვისაც სანქციები დაადეს რუსული პროპაგანდის მხარდაჭერისა და წარმართვისთვის. ნუ დავიწყებთ ახლა დავას იდეური იმპერიალისტები არიან თუ უბრალოდ უღირთ ასეთი პოზიცია, ალბათ ერთიცა და მეორეც. კი, რთულია ევროპაში. თბილის ზღვისან ცივი ტბის ნაპირზე დიდებული სახლების დაკარგვა, ანგარიშების გაყინვა, საზღვრების ჩარაზვა, მაგრამ რუსული რეჟიმი იხდის ამისთვის. რუსული რეჟიმი კარგად იხდის საქართველოს. ფაქტია, რომ ადამიანებს უღირთ გადაბიჯება საკუთარ წარსულზე, საკუთარი ოჯახების წევრებზე, მეგობრებზე. როდესაც დადგება დრო და მოუწევთ პასუხისგაცემა, აუცილებლად იტყვიან მე ჩემს საქმეს ვაკეთებდიო და მართლებიც იქნებიან. თავიანთ საქმეს აკეთებენ. პროპაგანდას. კარგადაც აკეთებენ. ზედმეტად დახვეწილი გემოვნებისთვის ნამეტანი უხეშად, მაგრამ როგორც წლების გამოცდილებამ დაადასტურა, ზუსტად ასე ყოფილა საჭირო პროპაგანდა. ეგ მათი გამოგონილი არა, უბრალოდ კარგად ისწავლეს. ნიურნბერგის ტრიბუნალის მიერ დასჯილი ნაცისტებიდან ორი მხოლოდ იმიტომ მიჯდა განსაჯელის სკამზე, რომ ბრალად ედებოდა რეჟიმის იდეოლოგიური მხარდაჭერა. ჰანს ფრიჩეს, რადიოწამყვას, მკაცრი რეჟიმის რომის ბანაკში 9 წელი მიუსაჯეს. იულიუს შტრაიხერი კი, გაზეთ დერ შტურმერის გამომცემელი, უბრალოდ ჩამოარჩეს. ქართველი პროპაგანდისტებიდან ამას რა თქმა უნდა არავის უსურვებ, მაგრამ მათი ერთგულების დონე ზუსტად იგივეა, რაც ნაცისტი თუ პუტინი პროპაგანდისტებისა. ქართულ საზოგადოებას სამწუხაროდ ეტყობა, რომ ამ ვადაგასულ და იმპორტირებულ სულიერ საკვებს მოიხმარს და კარგა მაგარი მოწამლულია უკვე. ძალიან ხშირად. დღევანდელი პროპაგანდა დიდი ხანია გაცდენილია დისკუსიას პარტიული პროგრამების, კონკრეტული ძალის ან პოლიტიკოსის მიმართ სიმპათია, ანტიპათიის შესახებ. იქ სადაც გაუქმებული არჩევნები და უბრალოდ აკრძალულია პარტიები. პროპაგანდას ერთადერთი მიზანი რჩება, ერთადერთი. უფრო ღრმად ჩასვლა და ბრძოლა სახელმწიფოს საფუძვლებთან. სხვა სახელმწიფოს შეკვეთით, ინტერესთა და იქაური ემისრის გადმოგდებული ფულით. რა თქმა უნდა, ფული მაგ საქმეში იქნება. ეს იყო ვაშე გადაცემა, სპეციალური გამოშვებით, თენგის გოგოტიშვილის პოდკასტი. გვიყურეთ, მოგვიწონეთ და გამოგვიწერეთ YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. რაც დავიდით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპას გავავიწყოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я помню очень гадаться.